გეთხე, მაგრამ არ გაიზარდა. ეგ ხშირად დასმული შეკითხვა და ესეთი რაღაცა ხდება, რომ ჰექტარზე ძირითადად უნდა გააშენოთ 400-დან 430 ძირამდე. იმიტომ თუ კი ვაშენებთ 430 ხეს, ამ შემთხვევაში ვყიდით ხოლმე 400. ანუ 30 წელს ვიტოვებთ იმისათვის, რომ თქვათ არ გაიხაროს, ან თქვათ რაიმე დაემართა და ასე შემდეგ, ანუ ესაა პროცენტი, რომელსაც გადავდეთ ზოგი. აჰა, ანუ ერთგვარი თქვენ ხართ ხიდი ამ ყველა სადაზღვეო სასაზღვრო ზუსტად ჩვენ ვართ. შირბადის ფასი იწევს ზევით, ხშირად იწევს ქვევით. ანუ ეს არის ცვალებადი და ეს მიღებული პრაქტიკა არის უკვე 3 წელია ზუსტად მაგიტომ მუშაობთ, რომ ყველა ეს დეტალი ქონდეს გაწერილი და სწორედ შევიდეთ პირდაპირ ევროპის ბაზარზე, იმიტომ რომ ევროპის ბაზარზე შესვლა გვაძლევს იმას, რომ შემდეგ უკვე თავისუფლება ნებისმიერ ბაზარზე შესვლას. მიწა სადაც დაირგვება ეს კონკრეტულად ადამიანებთან მიდის მოლაპარაკება თუ ანუ როგორ ხდება ამ ტერიტორიის შერჩევა? ყოველ შემთხვევაში არა, ჩვენ გვინდა რომ საქართველოს როგორც მწვანე ქვეყანა დაფიქსირდეს სოფლიო რუკაზე, იმიტომ რომ ეს ხეები რეალურად შენდება გერმანიაშიც, საფრანგეთშიც, ესპანეთშიც, ну ამ სარტყელზე, რაშიც საქართველოს მდებარეობს, ესაა კლიმატურად ყველაზე კაი სარტყელი, რომ ეს ხეები გაიზარდოს. და კიდე სხვა ქვეყნებში მოლდოვაში და ასე შემდეგ. ჩვენ უბრალოდ საქართველოში გვინდა დავიწყოთ რაიონები, იმერეთის რაიონები, სადაც ძალიან ბევრი მიტოვებული დიდი მიწებია, თან სახელმწიფოზეა ეს მიწები, ხოლო ჩვენი ახალი სიცოცხლე შეგვაქვს, იმიტომ რომ ჯერ სიცოცხლე შეგვაქვს ხეების სახით, შემდეგ ინდუსტრიის სახით, ერთგვარი მემორანდუმი უნდა იყოს სახელმწიფოსა და თქვენ შორის თუ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, უბრალოდ როგორც კი ეს ფაზები დასრულდება, მზაობა არის ორივე